სოციალური საწარმო წნულის იდეა წელიწადნახევრის წინ დაგვებოდა მე და მამა ჩემს ერთად, რომელიც კონკრეტულად იყო ორიენტირებული შეშემოწირთა დასაქმებაზე. ჩვენ გავაგზავნეთ საგრანტო კონკურსებზე პროექტი ბიზნეს იდეა, რის შემდეგაც გავიმარჯვეთ საქართველოს ბანკის საქველმოქმედო ფონდ სიცოცხლის ხის საგრანტო კონკურსზე, რის შემდეგაც დაიწყო შერჩეული ფართის ადაპტირება. შემდგომ უკვე 3 თვის შემდეგ ჩვენ გადავედით სწავლების ეტაპზე. თითოეული ბენეფიციარი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო პროცესში და ჩვენ უკვე მივიღეთ ძალიან დიდი შედეგი. სამთვიანი ტრენინგ კურსი გვაქვს, სამთვიანი ტრენინგ კურსის შემდეგ ჩვენ გადავდივართ ჩინ დასაქმებაზე და უკვე სოციალური საწარმო იწყებს გაყიდვების ეტაპს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის ჩართულობა ამ პროექტში. დაწყებიდან დღემდე აქტიური მუშაობა სხვადასხვა სირთულეების დროს. კონკრეტულად ახლა დავიწყეთ ეს ანიბანიდან, ასე ვთქვათ რა, აი თავიდან პირველი ეტაპები და მაქსიმალურად ვტვირთავდი, რომ ბევრი და ბევრი სახეობა და ნიმუშები გავეკეთებინა. მივედით ისეთ შედეგამდე, რომ მე ამაყი ვარ ჩემი მოსწავლეებით და მოწაფეებით. თითქმის ყველაფერი შეიცვალა. გარემო გამოვედი გარეთ, არ მაყდა გარეთ გასვლა, მაგრამ გამოვედი გავიცანი. საძმო სამეგობრო გავიჩინე, კარგი ხალხი ყველა. ერთმანეთს პატივცემ, გვერდში ვდგევართ. რა მინდა გავაკეთო ჩემს შვილს დაუდგე პირველ რიგში გვერდში. მე ჩემი ცხოვრება გავიუმჯობესო. გამოვიდე ხალხში და სტიმულს მაძლევს. ჩვენი ბიჭები გვერდში მიდგანან, მომხმევენ და მე მგონი რომ შევძლებთ ამ ყველაფერს, რომ ჩემი მასწავლებლის დამსახურებაც არის და მთავარი რა არის. მოგუწოდებ ყველა შეშემო პირს, რომ არ ჩაიქნიონ ხელი. ნურავიზე დამოკიდებულები ნუ იქნებიან. თვითონ იბრძოლო და მე ყველაფერი იქნება.